მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ Connect-ის პოდკასტს და დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის გუგა კირვალიძე. მოკლედ დრიფტში, რა ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ნათელი და მსუყე ფიგურა, ასე ვთქვათ და დღეს მას გამოვკითხავთ თავისი სამომავლო გეგმების შესახებ. თუმცა მანამდე მინდა გთხოვოთ, რომ არხი გამოიწეროთ, იმიტომ რომ ხედავთ ნახვებზე რომ მოგწონთ ძალიან ჩვენი ვიდეოები და აუცილებლად დაელოდეთ ვიდეოს ბოლოს, იმიტომ რომ გუგა დასვავს კითხვას, რომელზე პასუხის შემთხვევაშიც შესაძლებლობა გექნებათ, რომ მოიგოთ 50 ლიტრის საწოვი Connect-ისგან. მოგესალმები. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. შენივი თქვენ როგორ ხართ? კარგად. და აი ახლა მე მინდა რომ შენ გელაპარაკო მომავალზე და არა წარსულზე, იმიტომ რომ შენ წარსული ავტომოყარული ვინც ვარ, ყველა მოვიცით და მოკლედ მსუყედო გაქვს ეს ინფორმაციები და ეხლა მინდა რომ ძალიან მაგარ ამბავზე GDC-ზე გელაპარაკო, იმიტომ რომ ცოტა სხვა ამპლუაში ხარ, კი, ორგანიზება გქონდა King-ზე, რაც მე ვიცი ხა შიდა სამზარეულო და ის, მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლო საქმე გაქვს ახლა შენ. ხო. კი, ნამდვილად. მოკლედ, უცბად მოვყვები ამ ორგანიზებაში როგორ მოვხვდი საერთოდ, იმიტომ რომ თავიდან არასდროს არ მიფიქრია რომ შეჯიბრების ჩატარება შეიძლებოდა ან შემეძლო ან საერთოდ მინდოდა, მაგრამ დადგა პერიოდი, როცა გადავწყვიტე რომ მინდოდა ყოფილიყო ისეთი შეჯიბრი, ან მიმეღო მონაწილეობა ისეთი შეჯიბრზე, როგორიც მე მინდოდა რომ ყოფილიყო. და პირველად ჩავატარეთ ეგეთი Summer Drift Party იყო 2019 წელს, თუ არ ვცდები. ღამის ეტაპი გავაკეთეთ, მოკლედ ძალიან ბევრი ვიწვალეთ, კარგი შეჯიბრი, იმ დროისთვის კარგი შეჯიბრი გამოვიდა და იმის მერე რაღაცებს ვაკეთებდი ხოლმე, ხან ჯიმხანა იყო, ხან ის იყო ბოლოს ახლა ყველაზე ისეთი რაც გამოვიდა კარგად არის King of Drift-ი, რაც მეხუთე წელი დაიწყო, მე მგონი უკვე მეხუთე წელი დაიწყო და ძალიან მაგარი პროდუქტი გამოგვივიდა. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გადავწყვიტე რომ გადავწყვიტეთ ერთად ყველამ რომ რაღაცა უნდა შეცვლილიყო საქართველოს დრიფტის ჩემპიონატში. ძალიან უცებ მოვყვები თუ გინდა რას ნიშნავს საქართველოს დრიფტის ჩემპიონატი, იმიტომ რომ მაყურებელმაც რო გაიგოს. GDS-ი არის გიგის ბრენდი. GDS-ი არის საქართველოს დრიფტის სერიები, რომელიც არის სახელი, როგორც მაგალითად King of Drift. და შეუძლია რომ ნებისმიერი დრიფტ აქტივობა ჩაატაროს მაგ სახელის ქვეშ. შეუძლია ჩაატაროს, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატის სტატუსს ანიჭებს საავტომობილო ფედერაცია. ეს შეიძლება ერთ დღეს მისცეს Kings, ერთ დღეს შეიძლება ისე მისცეს GDS, ეხლა ამ ეტაპზე არის GDC, რომელიც არის თვითონ ფედერაციის და რომ ამის ხელმძღვანელი ვიქნები მე ამ შემთხვევაში. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე წავა, როგორც დაგეგმილი გვაქვს, ძალიან საინტერესო სეზონი გველოდება, იმიტომ რომ ბევრი რამე იცვლება რეალურად. მე ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი, რაც არსებული ჩემპიონატი რაც იყო და ყველაზე მთავარი არის მაინც საერთოდ არ უნდა წახვიდე ბიუჯეტია და ფინანსებია და მოკლედ ან რამდენიმე პუნქტი ძირითადად ეს მნიშვნელოვანი რაც არის, მაგებში არ ვეთანხმებოდი და ეხლა აბსოლუტურად სხვანაირად იქნება მათ შორის ეს სამომავლო გეგმები და ხედვა ზოგადად სად უნდა მიდიოდეს ჩემპიონატი. ეხლა რაც შეეხება დასაწყისს. პირველი ეტაპი გვექნება 10 მაისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ის არის, რომ არ იქნება წელს რეგიონები, იმიტომ რომ რეგიონები გასაგებია რომ სახალისოა ეს ეხლა რომ შეხედავ რა მაგარია, სადღაც უგდიჩი მე ყველა ერთად მივდივართ, დავდივართ და ასე შემდეგ, მაგრამ პირველი პრობლემა ის არის, რომ მონაწილეებისთვის ძალიან ფინანსურად მომთხოვნია, იმიტომ რომ ეხა უკვე ინდონეზია რომ ყველას გუნდი ყავს, ყველას რამდენიმე გადამღები ყავს, რამდენიმე ადამიანთან ერთად უწევს სიარული, ამ ხალხის წაყვანა, სასტუმრო, იქ გაჩერებათან ეხლა რაც არ უნდა მოგწონდეს ჩვენ დრიფტი და ასე შემდეგ, რეალურად დღეს არ არის სიტუაცია საქართველოში, რომ ყველას ხელფასიანი გუნდი ყავს, ხო, მაინც მეტნაკლებად შენი მეგობრები არიან, ენთუზიაზმია და ეს სასტავი ხა ერთი კვირა ადგა და მოვაცდინო და წავიყვანო სადღაც პირობითად ზუგდიდში და იქ აცხოვრო, ძალიან რთულია, მონაწილეებისთვის რთულია ფინანსურად. ძალიან დიდი რისკის შემცველია, რაც ჩემი აზრი არ არის დადასტურებული ფაქტია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მანქანა დაიმტრა ამ რეგიონებში სიარულით. თან ეხა ისე არა რომ ვიღაცა პირველად გამოდიოდა, ხო, პროფესიონალები არიან და მათ შორის ისეთი ტოპები იყვნენ, როგორც ხეროდინაშვილი მეულუდა ამოყირავდა. ისაც აი ბოდიში სხვა ქვეყნების იმებს რომ უყურებ ხოლმე საფრანგეთს მაგალითად ან ესპანეთს ტრეკის იქით ძალიან იშვია ვინმეს აქვს ჩემპიონატი ან ესე გადაკეტილ გზაზე
აიცი რა, მან კიდე მეორე საკითხია, ეხა რამ ზუგდიდის დაკეტვა ალბათ უფრო ადვილია ვიდრე მარსელის პირობითად. ხო, არა, ეგეც არის, რა თქმა უნდა. მაგრამ ეხა ისევ არ მინდა იქ წავიდე და რაღაც საყუდურისის გამოვიდეს, მაგრამ ნუ პირობითად ზუგდიდის უსაფრთხოება როგორც იყო, ეგეთი უსაფრთხოების დონე საფრანგეთში და ვერცერთ ქვეყანაში დარწმუნებული ვარ ვერ ჩატარდება რა. და ევროპაში იმდენად რთულია ეგეთი იყო ადრე უფრო იყო რა, აი ლონდონში იყო ერთი ეტაპი, პოლონეთში აი და სტადიონების გარშემო აკეთებდნენ, მაგრამ ნუ მე პოლონის სტადიონებზე გადავიდნენ, მაგრამ იყო რაღაცა ქუჩის ისინი ძალიან რთულია, ძალიან იქაც არის ყოა ეს სულ ბეტონებში რომ დადიხარ, თან რა არის, იცი? რაც არ უნდა ბეტონების ის ააწყო ტრეკზე მაგალითად. აქ ხალხს იმის საშუალება რომ ჩავიდნენ და ივარჯიშონ. ეხლა რიგა ძალიან საშიშია, მაგრამ რიგაში დადიან ტიპები წლებია და იქაური ჩემპიონატია, იქაური დრიფტის დღეებია და ემზადებიან და შენ რო ქუჩაში უცებ დაალაგებ გზას და სამი გავლა აქტივს და მე შეჯიბრზე გამოდის, უკვე რისკავ და ნუ ხშირ შემთხვევაში ცუდად თავდება. თან როცა ეს ბეტონებში დადიხარ, შესწავლის უფლება არ გაქვს რა. 10 სანტიმეტრ, 5 სანტიმეტრი თუ შეგეშლება, მაგარი დამტრეული ხარ რა და თორე ესე რო იყოს იმის ხა ძალიან ბევრი წერს ხოლმე რომ აი ბათუმში რატო არ ატარებთ? ბათუმში სად უნდა ჩაატარო, არ ვიცი. ბათუმში, აი რავი, თუ იპოვით ადგილს ბათუმში, ჩავატარებთ. ჭორახი აქვს ერთი, მაგრამ ისიც მაგისტრალია, უნდა გადაიკეტოს მაშინ. ანუ სეზონი როცა არის ბათუმში, შეჯიბრი კი არა, უბრალოდ მანქანით გადაადგილება რო გინდა ვერ მოძრაობ ისეთი საცობია და ეხა იქ რო კიდე რაღაცა შეჯიბრისთვის გადაკეტო და გამორიცხულია, თორე ეგეთ ხალხმარვალ ადგილას შეჯიბრი ჩატარდეს სპორტის პოპულარიზაციისთვის, რა თქმა უნდა მაგარია, მაგრამ აი ამ მიზეზებიდან გამომდინარე, რომ ფინანსურად ძალიან რთულია, ძალიან რისკიანია და შეიძლება რომ შეჯიბრზე 20-ნი ჩახვიდეთ და 15 მანქანა დაბრუნდეს, არ ვართ ჩვენ მაგისთვის ზათ რა, არ არის ხა ეს ქვეყანა და ეს ისე ბიუჯეტი იმისთვის, რომ ტიპებს მეორე მანქანა ყავდეთ და ესე შეეძლოთ მანქანის გარისკვა რა მაგ ამბავში. შენ ხარ ერთადერთი ეგრე მგონია. ყოველ შემთხვევაში მე როგორც ვიცი, არ ვიცი თუ უცდები შემისწორე, ძველი დრიფტერებიდან, რომელიც მუდმივად დადიოდა დრიფტს. არ გაჩერებულა, აი შეიძლება რაღაცა ვერ გქონდა ისეთი რაღაცა ძალიან წარმატებული ისინი მანქანის იმის ამის გამო რაღაცები, მაგრამ სულ იყავი, სულ ანკინგზე დადიოდი, სულ ამ თემაში იყავი და არასდროს არ მიგიტოვებია და აი მაინტერესებს ზუსტად მაგ გამოცდილებიდან რაც მიიღე. რა პრობლემები იყო ძირითადად რბოლელისთვის შეჯიბრზე და აი ეგ როგორ შეიცვლება GDC-ზე უკვე? ხო, პრინციპში 2013 წელს ჩავერთე და იმის მერე ესე სეზონი არ ჩამიგდია რა. GDS-ე დავდიოდი სტაბილურად. მერე იყო რაღაცა პატარა უთანხმოება მოგვივიდა და რაღაცა ორი ეტაპი გამოტოვე, მერე ისე დავიწყე სიარული და ნუ ბოლოს უკვე ვთქვი რომ მე აქ მონაწილეობა უბრალოდ აღარ მინდა. მაგრამ ნუ Kings-ზე დავდიოდი, ან ესე ჩავარდნა არ მქონია ხო რა. საბედნიეროდ. ალბათ თუ კარგად ვეჭიდებოდა ყოველ შემთხვევაში იმას, რომ სულ სად რაღაცა ამ ამბავში ყოფილიყავი. ეხლა რა შეიძლება პრობლემებს, ძირითადი პრობლემები იყო ის, რომ იყო პერიოდი, როცა ვიყავით 7. მერე იყო პერიოდი, როცა ნელა გაიზარდა რაოდენობა, აი შალიკა რომ მოვიდა, ალბათ 2020 წელი ძალიან ცუდი იყო ამ პანდემიის გამო, სადაც რაღაცა საშინელი შეჯიბრება, ძალიან ცუდი იყო, ეგ არავის ბრალი არ არის, ეგ სულთა პანდემიის ამბავია. 2021-ში უკვე მართლა ბევრი მანქანა იყო, ალბათ 1-30 მანქანა იყო რა. რაღაცნაირად ერთბაშად ბევრი ხალხი მოვიდა უცბად. ჩემი აზრით რამაც გაართულა მონაწილეობა და ანუ რაღაცა ერთი ზემოთ წავიდა და მე უცებ ქვემოთ წამოვიდა ეს ამბავი იყო ის, რომ ნაკლები ყურადღება ექცეოდა სპორტულ მხარეს და აი შეიძლება ძალიან ისეთი დეტალებია ეხა ყველაფერი რო არ ვთქვათ, მაგრამ მნიშვნელოვანია მონაწილეთვის, აი მაგალითად რო იცი რომ ბრიფინგი უნდა იყოს პირობითად 2 საათზე, შენ დილიდან იგეგმები ისე რომ 2 საათზე იყო მზად ბრიფინგისთვის. თუ ბრიფინგი გადაიწევს 4 საათზე, შენ შეიძლება რაღაცა ჩასვლა გინდა და საბურავის ასაწყობათან, საწვევის ჩასასხმელთან დასვენება რაღაცა. ეგეთი ქაოსი როცა არის, ანუ შენ სულ დაძაბული ხარ, აი მახსოვს 2015 წელს გამოვედი 2015-ში გამოვედი კომპაქტ კაპში პირველად რა, ტრიულზე. და მაშინ ვიღაცა მოვიდა და ეს დაბეჭდილი ის მომცა განრიგი. ხო. მეთქი სად არიან ტიპები ზუსტად იციან როდის ვარჯიში აქვს, როდის გავლა აქვს, სავალ მეთქი რა. ხო და ეგეთი რაღაცე, ეგ ყოველთვის ეს ტაიმინგი ყოველთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო, რაც რეალურად დისკომფორტს გიქმნის და რთულია რა.
მერე ყველაზე დიდი პრობლემა რაც იყო და რასაც ყველას ვეუბნებოდი, რავი, გიგისაც, ნოდარასაც, მევლუნასაც, ხმამაღლა ამბობდი ყოველთვის მაგას, რომ საქართველოს ჩემპიონატი ხდება ისეთი პროდუქტი, ისეთი ძვირი პროდუქტი, რომელიც ამ ქვეყანაში გაყიდვადი არ არის. და მივდივართ იქამდე, რომ პროსტა რამდენიმე ტიპი გაწდება ამას და დანარჩენები ნამდვილად ჩამოშორდებიან. ნუ მაშინ მაინდა-მაინც ყველა არ აღვიქავდა ეგრე, როგორც ნოდარაზე რომ ამბობდი, რომ ეს ტიპი სანამ აი ესე ამანქანით აქ იბლის ვერავინ ვერასოს ვერ მოუგებს, როგორ ვერ მოუგებს ძმაო და რა ისე წავიდა რომ არ წაუგია. ეგრე მაგასაც არ მეჯერებდნენ, მაგრამ ნუ ფაქტია შარშან დარჩა. აუ 7 კაცი იყო ბოლო ეტაპზე და 3 იყო ქართველი მგონი და. სწორება, აი რასაც ვამბობდი რა, ძირითადი ხედვა ჩემპიონატის იყო ესეთი. ქართველი ჩემპიონი წასულიყო ევროპაში. მაგაში არაფერი ცუდი არ არის, ძალიან მაგარია, ყველას წარმატებებს უსურვებ, რაში ჩემზეა დავეხმარები. მაგრამ უბრალოდ რუკას რომ დავხედოთ, ისეთ ადგილას არის საქართველო, რომ აქედან პროსტა წასვლა ძალიან ძნელია რა. და მე იქ ჩვენების სიარული ჩემი აზრით არ ქმნის ეგეთ არ არის ეგეთი ეფექტური, იმიტომ რომ ვისაც წასვლა უნდა, ისედაც წავა. და ვიცი, უნდა ნოდარას წასვლა და ჩამოიტანოს ის ნახევრადწილგები იაროს პადოქზე ივარჯიშოს და წავიდეს. მაგრამ იმიტომ რომ სიტყვაზე ნოდარას ერთ კაც არ აქვს მნიშვნელობა, აქ იმის თავი რომ წავიდეს, იმის ფინანსები, მაგის გამო საქართველოს ჩემპიონატი მაგაზე არ უნდა გასწორდეს რა. ხო და ჩვენ ეგ დაგვემართა რომ რაღაცნაირად გვინდოდა რომ აქედან გაგუშვა ტიპები ევროპაში და აქაური ამბავი არ ქონდა დაალაგებული. აი რა ევროპაზეა ლაპარაკი, ნახევარ მონაწილეებს კარავი არ აქვს, ერთხელ არ მახსოვს რომ ვინ ამბობდა მაგას ლომაძე ან ჭანტური არ მახსოვს, არ აქვს მნიშვნელობა რა, რომ აიო ტექნიკური მანქანებიო დაახურო პაკშევო მარტო ტექნიკური მანქანა, რომელიც ტექნიკურ მანქანას გავსო. აიო მარშრუტკაო მაგალითადო და მე მყავდა მაშინ ეს მარჯვენა რულიანი წითელი კომპაქტი, იმითი დავდივდი დავატარებდი ყველაფერს და ანუ ტექნიკური მანქანას არ ყავდა არავის. უმეტესობას არ ყავდა რა ტექნიკური მანქანა. ისეთი მოთხოვნები და ისეთი გეგმები ქონდა, რასაც რეალურად ვერ ვაკმაყოფილებდით რა. აი მე მიყვარს ხოლმე რომ რეალობიდან უნდა გამოხვიდე, რაც გააქვს რეალურად და ამათ უნდათ იქით წასვლას, რაც რეალურად არ იყო საქართველოში რა. ხო, ნუ ფაქტია მივედით იქამდე რომ ბოლო ეტაპზე საერთოდ არავინ არ იყო. ხო. შალიკაც აღარ გამოგვიყვება. ხო, აი შალიკას თორია, იმას ნარც რო თამაშობენ, შეჯიბრია უკან ესენი ნარც თამაშობენ. ძალიან ცუდია რაც მოხდა, მაგრამ ნუ ერთადერთი თავის გამართლება ის არის რომ ვამბობდი რომ ესე იქნებოდა, ვიღაცებს ჯეროდათ, ვიღაცებს არ ჯეროდათ, მაგრამ ნუ სამწუხაროდ გამოვიდა ესე. ხო და რაც შეეხება ევროპას, თუ ვინმეს ევროპაში წასვლა უნდა, კი ბატონო, თუ ფედერაცია დაეხმარება როგორც სხვებს აქამდე რომ ჩემპიონი სადმე გაუშვას, კი ბატონო, მაგრამ ჩემი როგორც ამ ამბის ორგანიზატორის თუ ხელმძღვანელის თუ როგორც არის, ჩემი სურვილი და მიზანი არის ის, რომ აქაური ჩემპიონატი გავხადოთ ისეთი ძლიერი და მომხიბლავი, რომ ევროპიდან ჩამოვიყვანოთ ტოპ ტიპები და იმათი არიან ჩვენთან. ამისთვის აიწყობა ერთი მანქანა, სტუმრების მანქანა, რომელიც ყოველთვის იქნება საქართველოში, ტიპი ჩამოვა დაждდება მანქანაზე, ისევ ლოკაციიდან გამომდინარე, ეხლა ჩვენ რო რიგიდან ჩამოვაყვანოთ ნიკნაკს თავისი მანქანა, ნუ არარეალურია რა და აქ შეგვიძლია დავახვედროთ ისეთი მანქანა, რომელზეც დავსვათ ტიპს და ვატარებთ. რა სხვაობა ერთი კაცის წასვლაში და ერთი კაცის ჩამოსვლაში. ერთი კაცი რო წავა, აი ჩვენები რო იყვნენ წასულები, მაგალითად მაშინ აი ნოდარა და მევლუდა რო წავიდნენ საქართველოს ჩემპიონატზე ვაიცვაბი ეყენა ალბათ 2-3 კაცს რა რეალურად. ხო აი რას მაძლევს ეხა ისე ჯეიმს დინის სილვიაზე რო აი ვაიცვაბი აყენია და აკერმანის სამში აქ რო ნახა აი მე რას მაძლევს ეგ ხო ან ვიღაცა რომ მივიდა უზარმაზარი ფურით და გაშალა რა მე არც არ მაძლევს ეგ. და ის ტიპები აქ რო ჩამოვლენ ერთი მეორე მესამე ამანქანას გაასწორებენ, თავის იმას გაგვიზიარებენ, ანუ ყველა შეუძლია რომ მივიდეს ტიპს თითი მიაჭიროს, ნამდვილია, უჩქმიდოს, ნამდვილია. ნახავს მაინც ყველა. ხო, ყველა ხედავს როგორ დადის, ყველა შეიძლება რომ ევროპის ჩემპიონი იქნება თუ ვინც იქნება ახლა კონკრეტული სახელი არის. იმასთან იაროს, დაილაპარაკოს, გამოცდილება კითხოს, სურათი გადაიღოს. ანუ ყველა ერთი და იგივე იმას მიიღებს რა. ხო. და ერთი კაცის გაშვებით, რავი, სამწუხაროდ მე მაგამის მომხარე არა ვარ. ანუ შენი საყვარელი ემას 13-ების შეჯიბრება. ხო. ემას 13-ებს რაც შეეხება, ახლა ერთ-ერთი კიდე მთავარი რაც მინდა და რაც შეიცვლება არის ტრასები იქნება მორგებული შედარებით დაბალ სიმძლავრიან მანქანებზე. დაბალ სიმძლავრიან შეიძლება არასწორად ვამბობ ახლა, მაგრამ აი მაგალითად შარშან ბოლო ეტაპზე ფასზე გიორგი კოდუას და სხვა მანქანებს შორის იმხელა სხვაობა იყო. ნუ უბრალოდ კოდუას
პირველ ეტაპზე, მეორე ეტაპზე დოსააფშიც გაუფუჭდა მანქანა და იქაც. და უბრალოდ ვერ შეძლო სიარული, თორე აი ხა ევას მანქანა რო ავიღოთ. E46-ია, 6.2, 8 ცილინდრიანი, ნუ მაგარი მანქანაა, ხო? ხა ესე რო შეხედავ. ალბათ მოწყვეტამდე 1.15 კორპუსს ასწრებდა რა. აი გიორგა ნახევარგზას რო გადიოდა, ევა მაშინ იყო მოწყვეტის ხასთან და არ ქმნის ეგეთი დრიფტი არავის არ უყვარს რა, როცა კადრში ორი მანქანა ვერ ეტევა, აზრი არა აქვს. გავიგე რომ გიორგიმ ძალიან ბევრი ფული დახარჯა, ძალიან ბევრი შრომა იწვალა, მაგრამ თუ ტრასებით ხელს შეუწყობთ ეგეთ მანქანებს, ისე ვიქმნებათ რომ ბოლოს დარჩება 3 მანქანა. და თუ ტრასებით ხელს შეუწყობთ ხელს იმას რომ ევას მანქანა იყოს მაგარი ბაევოი და მაგრაიაროს და 5-დან 0-მაც გაქაჩოს. ეხა ჯეკა მაგალითად 5-დან 0 გზას აი 10-დან 3-ჯერ გადიოდა. ხო და არ დადის ჯეკა ეგრეთ სუდათ ეხა რომ 10-დან 3-ჯერ ვერ გაიაროს და კარგად დადის რა. კარგად დადის კი. მაგრამ თუ მანქანას არ აქვს იმის შანსი რომ გზა გაიაროს, ნუ აზრს კარგავს. ხო კვალიფიკაციასთან ნახე საქართველოს ჩემპიონატზე რომ გამოდიხარ პროფესიონალი როლერი რო ხარ ლიცენზირებული და კვალიფიკაციის გავლა გიჭირს იმიტომ რომ პროსტა გზას ვერ ქაჩავ რაღაცა არას ან შენ არ უნდა გამოდიოდე ან ტრასა არასწორი რა ხო და ნუ ჩვენ შემთხვევაში ტრასები იყო არასწორი იგივე იყო დოსააფში აი მათემატიკა რა კოდუასთან არ მახსოვს ვიღაცა ამბობდა კიდე აი დოსააფში რომ გადავეწყობოდი და პროსტა წინ მიდიოდა აი ავტობანზე ჩქარა მიდის მანქანა ხო იცი და ვერ ეწევი ხო და აი ეგეთი რაღაცები, ეგეთი ანუ ტრასებით უნდა დავაბალანსოთ ის რომ 5-დან 0-ით რომ მოვა ტიპი, თავი არ იგრძნოს რომ რაღაცა ვაფშე სხვაგან არის, თორე მაგარი მანქანა რომ უფრო მაგრა ივლის და პირატესობა ექნება, რომ მაგას რაც უნდა ლაპარაკი, ხო? უბრალოდ თუ ჩამოყალიბდა ისე რომ აი ეს 5-დან 0-ით მოვიდა 10 ტიპი, 12 ტიპი, ესენი ერთმანეთში დაიწყებენ ბრძოლას. უკვე მაგარი мотиваცია იქნება რომ აქედან ვინ გავა. მერე ეს 5-დან 0 იყოს კარგად გამზადებული და ხედავს რომ აი რაღაცა გამოზდის ტოპ-პროში გავიდა იქ ვიღაცას მოუგო. ან სპონსორი გამოუჩნდება, ან მეტი мотиваცია ექნება, ან ფულში შოვის, ან რაღაცა დაემართება ცხოვრებაში და მერე გადავა MLS-ზე, მერე გადავა სხვა ძრავზე და უკვე იქიდან ნელ-ნელა განვითარდება. მაგრამ ეხლა ჩვენ რო ვთქვათ რომ დავაი ყველა $50,000 მანქანები ააწყეთ. ეგრე წინ ვერ წავალთ რა. და თან ამ $50,000 მანქანას მაგარი LS-ი რო გაქვს და მაგარი ჯეზეტი და მაგარი ტურბო რო ყავს. ესე მარტივად სერვისს ვერ უკეთებ რა. თან იმაზე ყველა დეტალი ძვირიანია, ყველა დეტალი ჩამოტა სატანია, ყველა დეტალი დოლარშია, გუნდი გინდა, ამ გუნდში, რავი, დღეს ეხა ესე არცალია არავის რომ პროსტა მოვიდეს და ჯიგრულად მოგეხმაროს ყოველ დღე. ხო და ეგეთი რაღაცები არის რამაც უნდა დააბალანსოს ის რომ მონაწილეების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. მაგაში გეთანხმები, ყველაფერში მოყვები მოკლედ რომ შედარებით ბიუჯეტური უნდა იყოს საქართველოს ჩემპიონატი, იმიტომ რომ ახლა ცუდად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ საქართველოს ვართ. ხო რა, ანუ რთულია რომ 4 მილიონიან ქვეყანაში იპოვო იმდენი აი ტოპ 32-ს რო თავი დაანებო ტოპ 16 ადამიანი, რომელიც LS-ით და სლიკებით და ევენტიulis რთულია ეგ ყველაფერი და კი, ანუ მე ძალიან მომხრე ვარ მაგ ყველაფრის და მიხარია რომ მაგ მხრივ წავიდა და თუსაც ვეხვეწებოდი გადუგებეთ კი მაგ გამოდითქმა არა. და ის არის, მაგრამ ხო, აი არ ვიცი რა ვიცი. ჯერჯერობით არა, ალბათ რომ დაიწყება ჩემპიონატი და რაღაცა, მე უფრო ალბათ გამოჩნდება ყველაფერი და მუღამსაც დაუჭერს რა, იმიტომ რომ მე მინდა რომ აი მარტო კინგი უფრო მინდა რომ იყოს მინდა რა ცოტა ისე გავუნდეს უცბად ნათქვამი მაგრამ ჩემ თავში არის ეგრე წარმოადგენელი რომ აი რომ მე რომ მოვიდე მაგალითად დავიწყო კინგი იქნება იდეალური ვარიანტი იმიტომ რომ იქ შენ ცივლი დაუშვათ მათე ცივლის კიდე ვიღაცა ივლის იმათგან გამოცდილებას მივიღებ რაღაცა ხო ხვდები ანუ გავიზრდები და მე თუ მენდობება უკვე ხო ეგ არის მუღამი კინგის ეხლა შეგიძლია ეგრე იქნება აი მაგალითად აი ხა ძალიან ხოცვაში და თუ უკვე კინგის აღარ არის არის მაგრამ აი ნახე რა რას გულისხმობ აი ხა როგორც ვიზახი რომ აი ცოტა ტრასები დავაპატარავთ 5-დან 0-ს უნდა შეეძოს ეგრე თუ გახსოვს კინგი რომ დავიწყეთ დავდიოდი და ვიზახდი რომ აი ტრიინული მაგარია ტრიინული დიარეთ ჩაოლებრივი მანქანა იყიდეთ ფაქტია რომ მაგან გამოიღო შედეგი მაშინ ეხლა რომ გადახედო 3 წლის წინანდელ კინგს და 4 წლის წინანდეს ნუ სადა დედამიწა მაგრამ მაგან მიგვიყვანა იქამდე რომ აი ხარ რასაც იზახი ხოცვაში ლეტოა ეხლა 3-დან 0-ით ეხლა ფოფხაძის ამბავიც რო გავიხსენოთ რა კი 3-დან 0-ით მოიგო ინტერკაპი მაგრამ ნუ იმაში ჩვენთანაც თქვით რომ ფოფხაძის მანქანა არის კონკრეტულად მომზადებული იყო ინტერკაპისთვის და ნუ უბრალოდ 3-დან 0 არ არის თან ფოფხაძეს უკვე საკმაო გამოცდილება აქვს დაგროვილი მაგრამ ეხა უკვე ზაფხულის ეტაპზე
3-დან 2 იმანქანით ფოფხაძეს ვერ იulis რა. ხო, გაუჭირდება და გადავა ეგ ხალხი, მიხვდი, ანუ ჩიდისიზე გადავა. ის 3-დან 2-ით ვინც მოვიდნენ, ისინი ნელ-ნელა ვითარდება. აი, ნოდარას მაგალითი, როგორ მოვიდა ნოდარა დრიფტში? იყიდა რაღაცა ის საშინელი 36, რომლითაც ხან იწვებოდა, ხან რა ემართებოდა, მოეწონა დრიფტი და მე წავიდა და აწყო ის თავისი მანქანა. ერთადერთი ადამიანი ალბათ ვინც აი იმენ შემოვარდა დრიფტში იყო შალიკა რა. ხო, ეგრევე მაგარი მანქანა. რა უნდა და გააკეთა, მაგრამ ეს აი პროსტა ტიპი, აი რაღაცით უნდა შემოიტყუო რა და ეს რაღაცით შემოტყუება კინგის შემთხვევაში ეს იყო. ეხა კინგიდან ვიღაცა რო კინგს კარგად დადის. კინგზე შეგიძლია რომ 5-6-7,000 დოლარიანი მანქანით იარო. და აქედან რო საქართველოს ჩემპიონატზე გადმოხვიდე და უცებ 60,000 დოლარიანი მანქანა გინდა. ძალიან არ ებმევა რა. ხო და მე მინდა რომ კინგიდან რაღაცა ცოტა გაუმჯობესო მანქანა და ფეხი შემოყო. მე გაიზდები იმასთან ერთად რა. მე იმას არ ვამბობ რომ 5-დან 2 მომგებია და ყველაზე მაგარია, მაგრამ ისეთი ჩემპიონატი იქნება, სადაც კარგი მომზადებული 5-დან 2-ით შესაძლებელი იქნება სიარული. ხო, ანუ ის იქნება ტექნიკურები გახდებიან უკვე ბროლელები რა, მანქანებს გაუმჯობესებენ, თვითონაც გაუმჯობესდებიან და რაღაცა ეგეთებს. აი, კაი თამაში ვხედავ, ეგ მინდოდა რომ მეკითხა. ეხლა რო აიღო დრიფტერები ვინც არიან, ტოპ დრიფტერები შენთვის. და რომ ისე ერთი მანქანა, ერთ და იგივე მანქანა. შენი აზრით რომელია ყველაზე ნიჭიერი? სხვა შეიძლება ეს არის. არსად რატომღაც არსად არავინ არ აკეთებს მაგას, რომ ერთი კლასი იყოს, ერთნაირი მანქანები იყოს. ნუ რატო არ აკეთებენ გასაგებია, ძალიან ბევრი ფული უნდა რომ ყველა ერთნაირი მანქანა გაამზადო, მაგრამ მე ადრეს ვამბობდი რომ სადმე აი რაღაცა დუბაის, რაღაცა მაგ მხარეს, ომანის მხარეს სადღაც იქნება რა ეგ და დიდი ალბათობით მაგეთ რაღაცა ეგეთ კლასს გააკეთებენ ერთნაირი მანქანების. ეხლა რაც შეეხება აქაურობას, მე მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ტიპი არის ნოდარა. გონია რომ ახლა დღესდღეობით ნებისმიერ მანქანაში აი დღეს აი ხა ნებისმიერ უცხო მანქანაში რომ ჩააგდო ნოდარა მაინც ყველაზე კარგად გაივლის რა. აი ეს რა იყო საინტერესო. გამოცდილება აქვს ძალიან პატარა ასე კიდე ეს მანქანაზე, ეგეც არის რა. გამოცდილება ერთია, მაგრამ ნიჭია. ნიჭიც აქვს ხო რა თქმა. განასხვავებს არა აქვს, მაგრამ აი რაღაცნაირად ამისია ეს ამბავი რა. ეხა შალიკა არას რა არ აქვს ნიჭი, მაგრამ შალიკა უფრო აი ისეთი მოწესრიგებული ტიპია, უნდა აი რაღაცა დაგეგმილად მიუდგეს ვარჯიშს, უნდა ჩამოვიდეს, უნდა გაიაროს, უნდა გაანალიზოს. ბეჯითია. დღის ბოლოს ხო, ორივე მაგრა დადის, მაგრამ აი ესე რომ პროსტა ტიპი აიღო და მანქანაში ჩააგდო, აი მაგალითს მოგიყვები რა, აი ნოდარა აი პირველი გავლა, აი სულ უცხო ტრასაა და პირველი გავლა, აი სადღაც რეგიონებში ან უცხო ტრასებზე რა. ნოდარას პირველი გავლა იყო პირობითად 80 გულიანი და დანარჩენი გავლები იყო 80+90 და ასე. ყველა კარგი იყო. ვიღაცები რო იწყებდნენ სიარულს, ვაფშე ვერ გადიოდა, მე უმატებს და ადის ისიც იქვე ნოდარასთან, მაგრამ ამას პროსტა პირველივეზე შეეძლო კარგი გარბენის დადება რა. რავი, ნოდარა იმაშიც ნიჭიერი იყო, ეხა ფორმულითაც მაგრა დადიოდა. ხო, აი მაგანაც შეუწყო ხელი. დრიფტში ძველი თაობა უფრო ჯერ კიდევ უფრო ინარჩუნებს, ასე ვთქვათ, სიმაღლეს თუ ახალი თაობაც ბევრი. საინტერესო კითხვაა. იცი რა, ძალიან მნიშვნელოვანი არის სახელი და სტატუსი. ხო. ეხლა ჩვენთან ძველი თაობა ზოგადად ესე არის, ნუ ისედაც. მაგრამ ცოტა ეხლა ცუდად არ გამიგო, ძველ თაობაში თუ. ხო, არა, რა თქმა უნდა, ხო 2013 წელს დაიწყო ჩემპიონატი და ხო, 2013 წლიდან. ალბათ რავი, ძველ თაობაში მაინც ეს სტატუსი და ეს ჩემპიონობა წონის როგორ ხო ნუ თავისას აი მაგალითად ეხა იმ დღეს შალიკასთანაც ვაპარაკობდით რა რომ აი ჰიბინო ხო გაგიგია რა ვიცი აი რა ადგილასაც არ უნდა მოხდეს ჰიბინო ყველას უყვარს ყველა გულშემატკივრობს ყველაზე მაგარი ტიპია მაგრამ რეალურად მოგებული არა აქ ეს ჩემპიონი არ არის არაფრის მაგრამ იმიტომ რომ ამდენი ხანი არის იმიტომ რომ ამდენი ხანია დადის სულ კარგად დადის სულ გიჟივი დადის აი რაღაცა ის აქვს რა სახელი აქვს მოხვეჭილი ეხლა რაც შეეხება ჩვენ ახალ თაობას, აი ეხლა კინგზე გამოვიდნენ ილია ბერიძე და ლაზარე მაგალითად რა. ნუ დაფრინავენ, ძალიან მაგარი ბიჭები არიან. აი ძალიან მაგარი მომავალი აქვთ თუ სწორად გაყვებიან ამ ამბავს. და ეხლაც აი ეხლა ვინთერკაპზე ლაზარესთან და ილიასთანაც აი არავის არ უნდა შეხვედრა რა, იმიტომ რომ აი რავი, აი ორი ხმალ ამოღებული იბრძვიან რა და ნუ ძალიან მალე რა თქმა უნდა ეგენი იქნებიან ტოპები ჩვენთან მაგათი მომგები არ ამგონია რომ ჩვენ ბებრები ვიყოთ მაგრამ ნუ ისე ვიტყვი რა ჩვენ რაღაცა ისტორია გვაქვს სახელი გვაქვს რაც ყველაფერს თავის ხიბლი აქვს
კი ბატონო. კაი, მაშინ ის მითხარი, დრიფტისთვის იაპონური მანქანა გირჩევნია თუ ევროპული? ჩვენ შემთხვევაში რა თქმა უნდა ევროპული მანქანა BMW ყველაზე გამართლებული, მარტივი და კარგია. იაპონური მანქანა ძალიან მომწონს, ზოგადად მე დრიფტის ყურება იაპონიიდან დავიწყე და იქაური მანქანები მომწონდა ეს SX-ები, RX-7-ები, 4-ყარიანი იაპონური უბედურებები, რაც იქ დადის ყველაფერი. მაგრამ ნუ ჩვენთან არარეალურია რა. ვერ გეყოლება, ვერ გამართავ, ვერ ივლი, ხა ხეროდინაშვილი როგორც დადის. ძალიან ბევრი ის არაფერი გახსნილი არ, ყველაფერი თავის შექმნილი აქვს რა. ჩვენთან აი არაფერი არ ეშოვება. ხო არ შემოდიოდა არასდროს ეგ მანქანა. ყოველთვის ძვირი ჩვენ რო ვიპოვეთ უკვე მაგათი ის რო აი მოდი ჩამოვიყვანოთ უკვე ძალიან ძვირი იყო და მოკლედ არაფერი არ არის პრაქტიკული არ არის. ძრავებიც ეხა იქ ყველა ტურბოა, უფრო რთული სერვისებელია. იაპონიაში ხა ჯეზდები მაინც უფრო იშოვება, ჩვენთან არ იშოვება, თუ რამეს ჩამოიყვანო და გასვაპო, ანუ ძალიან არაპრაქტიკულია თორე. ჩვენი პირობისთვის კი, მაგრამ აი ისე მაშინ რო შესაძლებლობა რო ქონდეს რომ ევროპაში გითხრან, ანუ აირჩი ევროპაში ივლი მუდმივად დრიფტს თუ იაპონიაში, სადივლით მაშინ. ნუ იაპონიაში. მაგრამ ძალიან რთულია, იმიტომ რომ აი რატო ვერ მოიკიდა ვერავინ ფეხი იაპონიაში აქამდე ხა განა მარტო მე მიყვარს იაპონია რა ყველა ვინც დრიფტავს ყველა მაგაზე ნუ ეხა ახალ თაობას არ ვიზახი მაგრამ ხო აი ეს იაპონური ტიპები ეხა D1-ს ვინც დადიან აი ძალიან ახალგაზრდების გარდა ინგლისურად არავინ არ ლაპარაკობს ანუ აი ზოგადად იაპონიას ხო რაღაცნაირი სნაური ხო ქვეყანა რაღაც თავისებური ტიპები არიან აი ვერ მიდი განა ცუდები არიან მაგრამ აი ვერ მიდი ხა აი ვინც ჩადის იქ სტუმრად აი ყველას ეს თარჯიმანი დაყავს და აი რაღაც მუზეუმია რა ჩადიხარ ათვალიერებ არა მაგარია და მე მოდიხარ აი ვერ ჩაერთო ალბათ რავი ერთადერთი ტიპია ესე ვინც უცხოელი დადიოდა იყო ეს ფრედერიკო შერიფო ვინც ამ თიმორენში მოხვდა და რამდენიმე წელი იქ იყო და შეჯიბრსაც დადიოდა იმ EVO-ით და მოკლედ რა იმ Subaru-ებით და EVO-ებით და იმ დემოებზე გამოდიოდა და ასე შემდეგ, მაგრამ ეგეც გონია რომ მაგ პერიოდში ამ თიმორენს ჰქონდა ეს ევროპის გასვლები და პროსტა იმათაც ჭირდებოდათ ეს ტიპი რომ მარკეტინგული სლო იყო ხო რაღაცა ჩვეულებრივი ტიპი იმათაც უნდათ ყოლოდათ და ალბათ აი ეს ცოტა აქეთა ქვეყნიდან მედმაიკია ვინც იაპონიაში ცოტა ფეხი მოიკიდა რა ანუ ისიც ახლოა მაინც იაპონიასთან ხო არა მაგალითად აი ევროპელი ამერიკელი არავინ არ ყოფილა ვისაც რამე ცელობა მაინც ქონია ძალიან ჩაკეტილი კულტურა აქვს, რომ არევა არ მოხდეს, მაგას ძალიან უფრთხილდებიან რა. ხო. მოგიწია ესე იგი ევროპაში სიარული და ევროპაში რო გევლო ვისთან იძმაკაცებდი დრიფტ მასტერსიდან. მე მგონია რომ შანაჰანთან იძმაკაც. ხო. ალბათ. ოღონდ ჯეკთან. ხო. ის რაღაცნაირია. პატარა რაღაც, მაგრამ ძალიან მაგრები არიან. ნუ აი ალბათ ეხა დღესდღეობით ნუ ყველაზე მაგარს ვერ იტყვი, ხო იცი ისეთი რაღაცა, ყველაზე მაგარი, მაგრამ ნუ დღესდღეობით ერთ-ერთი ტოპები არიან უდაოდ რა. იმიტომ რომ ნუ აი ევროპაში ძალიან მაგრები არიან, შანაჰანი RDS-ზე ჩავიდა და პირველივე წელს ჩემპიონი გახდა, ხან ეხა ფორმულაზეც ხო მაგრად დადის პირველი სერია რატო? პირველ დღეზე კონორა გავიდა, მესამეზე ჯეკი გავიდა. კონორას პირველ დღეს და იმ მანქანაზე და ჯეკიც ორ კვირაში აწყობილი პირველი სერია ყავდა. ანუ შარშანას პირველივე წელს ერთი ეტაპი მოიგო ჯეკმა, პოდიუმზე იდგა. ძალიან მაგრები არიან რა, აი ძალიან მაგრები არიან, მაგრამ ორივე აი მხელა რო იყო იმის მერე დადიან. ხო, პატარები არიან ეხაც ასაკეთ 24-ის არ არიან თუ 24. ხო, რა 24-26 თუ რაღაც. მაგრამ რავი, ტიპებს აქვს ერთი 15 წლიანი გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ 22 წლის არის, 15 წელია დადის რა. ხო და ეგ ყველაფერს ნიშნულობა აქვს მაგას. ეხლა ცოტა ისეთ რთულ თემას უნდა შევეხო. ჯერ მაინტერესებს ელექტრომანქანებზე რას ფიქრობ? Вообще არ ფიქრობ. Вообще არ ფიქრობ ელექტრომანქანებზე. სამსახური ჩემი ცხოვრების ელექტრომანქანებზე ფიქრობ. და აი ხა მაგალითად რომ დადგეს სამყაროში ის მდგომარეობა, რომ ელექტრომანქანები დრიფტი მოგიწი. რა, აი რომ მოესწრო მაგ დროს რა. აი ხო არის უკვე რაღაცებს ხო ამზადებენ. შენი ის როგორი იქნება დამოკიდებულება ამ ყველაფერზე? წახვალ და მიატოვებ ამ ყველაფერს თუ? არა, არ მივატოვებ, მაგრამ ნუ ისეთი ემოციური არ იქნება რა თქმა უნდა. გააკეთეს ახლა მოდელ 3-ზე გააკეთეს მოხვევა. პროგრამას წერენ, გიდროს აყენებ და რა ვიცი, სრია დადიან გიჟებივი. ნუ ჯერ ახლა ეგრე ბევრი არ არის, მაგრამ რავი, რაღაცა იდეა ალბათ მაგასაც აქვს, რომ პროსტა მიხვალ ამ მანქანას დატენი.
ტრეკზე ისრიალებ, რავი, არაფერი სერვისი, რა უნდა გავუფუძოს, ხუთწუთიანი რო გაგაღებული დატე. ხო, რო დატენო, მაგრამ აი, რავი, ჩემთვის ამ ელექტრომანქანაზე არაფერი ემოცია. ჩემთვის მანქანა არის, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხმა. ხო. მანქანაში. ხმა თუ არ აქვს, რავი, არაფერს არ იწევს რა. რაც არ უნდა მაგარი იყოს, რაც არ უნდა ჩქარი იყოს, აი ეს Tesla ხო ძალიან ჩქარია ეს რაღაც პლეიდები და აი ვაფშე არანაირი უამი არ მაქვს რომ დაშე გავიარო არ მაინტერესებს რა კი ანალოგიურად არის ჩემთანაც აი ელექტრომანქანის თემაში მაგრამ მე ხა შენი ბოლო ვიდეო რო ნახე სვარკის იმით რო იჭიქი ტრიულზე შენ ხო ტრიულით დაიწყე ტრიულით არ დავიწყე მაგრამ მალე 2015-ში ვიარე ავტოსპორტში რითაც შემოხვედი პირდაპირ დროში შემოხვედი ავტოსპორტში შემოვედი ну ხა წყვილთარბოლის სიარული თუ ითვლება ავტოსპორტის არა სულ პირველი შეჯიბრი რაზეც ესე გამოვედი იყო გორში ჯიმხანა თუ არ ვცდები აი გორის შეჯიბრები რო იყო მაშინ პატარა ვიყავი მე როც მაშინ დაჟე როგორი რა დრო იყო იცი რომ სულავა მოიგო მე მგონი და ვოლგა გავიდა მეორეზე თუ აი რაღაცა აი ეგეთი დინოზავრები იყვნენ მოკლედ იქ ხომ, ну, რა თქმა უნდა, ვერ ვიარე, მაგრამ вообще არაფერი არ ვიცოდი, ხულიგან გამყავდა იესი, აი რა ძლივს ჩავედი გორამდე იქიდან ვიღარ, ну, დრიფტი მინდოდა სულ. ну, სულ როგორ ხა ბავშვობიდან დრიფტი არ მინდოდა, იმიტომ რომ არ იყო ბავშვობაში დრიფტი, მაგრამ აი ფორმულა დრიფტი ძალიან ბავშვობიდან, ძალიან ადრიდან უყურებდი რა, აი არ მახსოვს ეხლა ზუსტად როდიდან, მაგრამ 2012 წელს ჩავიდა საიტო და იარა. და მახსოვს რომ 2012 წელს საიტოს უკვე მაგრა ბალეშიკობდი რომ ვა მეთქი ფორმულა დრიფტზე დადის რა საინტერესოა და ну ესე იგი მანამდე დავიწყე დრიფტის ყურება რა უბრალოდ გარშემო ჩემი გარემოცვა ვინც იყო ჩემი მეგობრებისთაც მაკაცების ყველა ისე უყურებდა რომ რა დრიფტი და გოგო ხო არ ხარ და რაღაცეები და ეს პირველი მანქანა რაც ვიყიდე 36 ჩვენი მეგობრისგან რა თქმა უნდა შემაგდეს პარნიზე ხო და ну რავი ერთხელ გამოვედი ამ პარნიზე მივხვდი რომ არ იყო ჩემი ამბავი ამ პარნის სიარული და გადავედი დრიფტზე ხო რა გაგრას მაშინ გამოვიდა გაჩნდა ეს პირველი საქართველოს ჩემპიონატი GDS-ი სხვათვის პირველ შეჯიბრზე არ გამოვედი ჩავდიოდი ვარჯიშებზე მაგრამ არ გამოვედი მე ვერ ვივლი ესენი მაგრები არიან რაღაცა ავირია მოკლედ და სარიშვილი მეუბნებოდა რომ გამოდიო ხო ხედავ დადიხარო ივლიო და ნუ პირველი შეჯიბრი მაინც არ გამოვედი და ძალიან ვინანე რა იმიტომ რომ ხო ვიცოდი ხა როგორ დავდიოდი ხა ვაკეთებდი რაღაცას ვერ ვაკეთებდი და იქაურობას რო უყურე თურმე რა იმათნაირად შევმოდი რა ხა არც უარესი ვიყავი არც უკეთესი და ხო და აი მაგის მერე 2013 წლის მეორე ეტაპის მერე ფაქტიურად ყველა შეჯიბრზე ვარ ნამყოფი რა 2015-ში გამოვედი კომპაქტ ხაბზე და პირველი ეტაპი მოვიგე ვაფშე შემთხვევით რომ დავაფინიშე მე თვითონ არ ვიცოდი რომელზე ვიყავი იმიტომ რომ ძალიან მაგარი წვიმა იყო და პირველ წრეზე იმხელა შეხები გონდა ამ იმას და ისეთი წვიმა იყო რომ აი ვაფშე არ ჩანდა მანქანები და აი სადღაც აი ხიდის მერე დარმაჟენიაზე იქ სადღაც აინთო წითელი სადღაც და აი სადღაც შევძვერი აი ვაფშე ვერ გავიგე ვის გავასწარი ვინ გამასწრო და ну რომ დავაფინიშე ვიღაცების აღარ გუგა და რამე და მეთქი ნუ დავაფინიშე მადლობა რამე გადმოვედი მოიგე ვაუ რა მაგარია პირველი კომპაქტებით ერთი წელი ვიარე მაგრამ ყველა შეჯიბრი ვერა პრიორიტეტი მაშინ დრიფტი იყო ანუ დრიფტი იყო პრიორიტეტი შენთვის ძალიან მინდოდა ამაზეც თავიდან ბოლომდე სიარული მაგრამ ნუ ხამდენი ფინანსები ნამდვილად არ მქონდა უფრო იყო აი ყველა ხო დრიფტს უყურებს გასართობად და მე ამ წრიულს უყურებდი ეგრე გასართობად ნუ ძალიან მაგარია სასიარულოდ აი ძალიან მაგარია მე კომპაქტი გავყიდე მე ლეგენდით დავდიოდი ცოტა ხანი ლეგენდებითაც დავდიოდი ლეგენდით დავდიოდი ბოლო ორი სეზონი მყავდა ლეგენდი და რამდენიმე ბოლოზე გამოვედი ანუ შენ ნამდვილი ავტომორბოლელი ყოფილი კი და თავის ხადაძესთან დაჯახებებით შოთასთან დაჯახებებით და ყველაფრით კი მაშინ მე რო დავდიოდი ბევრი აღარ ვიყავით მაგრამ რავი ყველა საქართველოს ჩემპიონი და ყველაზე მაგარი იქ დადიოდა რავი სნეიკა იყო დათა იყო ბიძინაშვილი არჯევანიძე შოთა კაკაბაძე რავი ყველა აი ვინც დაფრინავდა ლეგენდით ყველა იქ იყო და მეც იქვე ვიყავი სადღაც ხო მაგრამ ძალიან მაგარი გამოცდილება იყო ძალიან მაგარი სატარებელია ლეგენდი მიუხედავად იმისა რომ კონსერვის ბანკაზე ცოტა ნაკლები ინჟინერია ჩადებული ძალიან საკაიფო სატარებელია და ნუ როცა ეგეთ პროფესიონალებთან ერთად დადიხარ გამოცდილებისთვისაც ძალიან კარგია გასართობათაც ძალიან მაგარია და მოკლედ აი ლეგენდები რო იყოს ძალიან დიდი სიამოვნებით ვიბდი კიდე რა ხო, ნახე რას მოგისმინე შენ მაინც თავიდანვე დრიფტის ადამიანი ყოფილი ხარ რა. არის ხო, წრიულ ბოლაში და დრიფტში.
დრიფტზე დადიხარ ერთ ტიპთან ერთად. ხო. და ამ ლეგენდებში ისეთი საგიჟეთი იყო. თან ლეგენდის პრინციპი თუ იცი როგორია, ეს აეროდინამიკა ისე აქვს გაკეთებული, რომ ორი корпуსი წინ რო არის სწორზე ეწევინენ რა, ანუ ვერ გაგექცევა ტიპი შანსი არ არის, ხა თუ რაღაცა არ გჭირს ან ძალიან ხელმრუდი არ ხარ, ბევრად წინ რო არის შენზე, ერთი წამით თუ გიგებს ტიპიკაში სადღაც ეწევი მაინც რა და ძალიან ბევრი გასწრება არის. და ნუ ფაქტიურად ყველა ერთად დადიხართ და დრიფტზე რო ერთ ტიპთან ერთად მიდიხარ, ორი ტიპი წინ არის, ორი უკან, ვიღაცა გვერდზე, ვიღაცა ზემოდან არის და აი სულ ომში ხარ და თან დიდი ხანი გრძელდება რა, 20 წუთია და აი დაბრედილი ხარ ბოლოს, მაგრამ ძალიან სახალისოა, ძალიან მაგარია. მაგარია. ეგ არ ვიცოდი შენ ლეგენდებზე რა დადიოდი. კაი, და ეხა შენი ესეთი დრიფტის სიყვარულიდან გამომდინარე, მე გამიშდა ეს ერთი კითხვა რა. რა ისე რა ქვია, ვიცი რა ძალიან გიყვარს ლუდი. ეს ყველა მიცით. და დრიფტი თუ ლუდი. ეს მინდა და მეკითხა. როცა მოგწერე მეთქი მოდი თქო, აი იმ მომენტიდან მინდა და ეს მეკითხა. სხვათა მაგაზე ეს მარტივი პასუხი არ არის. მაგრამ დრიფტს ჭირდება იმდენი დრო, ენერგია, ანუ მთელი ცხოვრება უნდა ჩადო იმაში, რომ დრიფტზე მოხვდე და იარო. თან ნერვებიც მიაქვს. ნერვები კი არა, ვაფშე ყველა შენ თვითონ მიყავ ხარ. შენი ცხოვრება და ვინც შენთან დაახლოებული პირია, იმის ყველაფერიც მიაქვს. ხო და იმდენი ისჭირდება ამას, რომ ძალიან სერიოზულად რომ მიუდგე ამას, რომ აი всё მე მარტო ამას ვაკეთებ. მგონია რომ აღარ აქვს მოვა. ამიტომ დრიფტთან ერთად აუცილებლად უნდა იყოს პირველი. ანუ ხო არის ყავა და ლუდი, შენ ხარ დრიფტი. აუცილებლად დრიფტი და ლუდი არის განუყოფელი ჩემს ცხოვრებაში. შენიერი, მაშინ მითხარი BMW თუ Mercedes? რა თქმა უნდა BMW. კი, აი მაგითო და მარტივი პასუხია. BMW, იმიტომ რომ ხო, ნუ BMW ლიდერობენ. გამოკითხაში. ალბათ რა ორი ბრენდია მსოფლიოში, რაც წამყვანია და ეგ არის BMW და Mercedes. უბრალოდ ხო, ნუ ჩემ მოთხოვნებს და ჩემ გემოვნებას ავტოსპორტში BMW-ან და რა ვქნათ. თორემ ძალიან დიდი სიამოვნებით ვივლიდი GTS-ით რაღაც კი, თუ არის საშუალება რატო არა? ხო, რატო არა, მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში 36-ების საშუალება გვაქვს. ხო. ჯერ მარტო. 36 არის ადამიანი. კი, ნამდვილად. და ეს არის რა ქვია, კარლო დამაბარა კითხვა, კომპაქტის უკანა ხადავოიზე რა საფერა. კომპაქტის უკანა ხადავოიზე გავაკეთე უკვე. გავაკეთე. კომპაქტს აქვს ძალიან საინტერესო უკანა დაკიდება, რომლის ამუშავებაც როგორც ამბობენ შეიძლება დრიფტზე და აი ნახოთ მაგ ექსპერიმენტს. ხო და ამ კომპაქტის მუღამი რა იყო, იცი, ვინც არ იცი ხარ. მოკლედ კომპაქტს ვაწყობ იმისთვის, რომ იყოს King of Drift-ისთვისაც, საქართველოს ჩემპიონატისთვისაც და ანუ მოკლედ ჩემი დრიფტ კარიერა იყოს, რომელთაც იმიტომ რომ ეხა რეალურად არაფერი არ მყავს, მარტო სკოლის მანქანაა რა. ხო და ერთ-ერთი მიზეზი რატომაც კომპაქტი ავარჩიე იყო რომ ყოფილიყო აი 5-დან კომპაქტზე ბიუჯეტური მანქანა ბუნებაში აღარ არსებობს. ხო და ეგეც არის ერთ-ერთი მიზეზი რომ მინდა დავამტკიცო და ვაჩვენო ხალხს რომ აი ყველაზე ბიუჯეტური მანქანითაც შეიძლება რომ მიიღო მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატზე და კარგად მიიღო. ადეკვატურად იარო რა. გასაგებია რომ ხა ეს კომპაქტი არ იქნება შალიკას მომგევი, მაგრამ რომ მოუგო კომპაქტით შალიკას ეგ იქნება მაგარი. ეგ ძალიან მაგარი იქნება. ანუ ყოველ შემთხვევაში მაგ მანქანით დავამტკიცებ რომ შესაძლებელია ბიუჯეტურად შედარებით ბიუჯეტურად საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის სერვერი. ოკეი, აი, მაშინ ბოლოსკენ მითხარი, ვინ ბრუნდება საქართველოს ჩემპიონატზე? საქართველოს დრიფტის ჩემპიონატზე იცი როგორ იყო? არის რამდენიმე ჩემპიონი. ერთი წელი ისე მოხდა, რომ საქართველოს დრიფტის ჩემპიონატზე აღარც ერთი საქართველოს ჩემპიონი არ დადიოდა. რაც ძალიან ცუდი ფაქტია რა. ძალიან ცუდი. ესე ეგეც არის ერთ-ერთი ხაზის გამსმელი, რომ რაღაცა ვერ მიდის კარგად რა, როგორც უნდა მიდიოდეს. იყო წელი, როცა სარიშვილი, ნოდარა, მეულუდა, ბუჩკი არც ერთი აღარ ვიყავით. ხო და ნუ ძალიან ცუდი ფაქტია რა. წელს ხეროდინაშვილი მაგრა ემზადება, შალიკა მაგრა ემზადება, ხულიგანკაში ჯეიზეტი ჩადო და ნუ გარჩხა შალიკა მაგარხოძე იქნება, მეულუდაც ემზადება, ბრუნდება. ნოდარასთან ჭორავთ ხოლმე ტელეფონზე რაღაცებს. მეც ვცდილობ, ნუ რა ვიცი, ხო ჩემი მხრიდან ნუ პრიორიტეტი შეჯიბრია და როგორც გამოვა მე ამ სიარული, მაგრამ ნუ ყველა ვარიანტში რაღაცას ვიზავ და მომახერხებ და რაღაცას ვივლი. ჭეიშვილი დაბრუნდება.
მათეიulis რა თქმა უნდა, რავი, სარიშვილი რა შვება, არ ვიცი, მაგრამ არის იმის საშიშროება, რომ სარიშვილმა მუსტანგით ისე ვიაროს. ხო. ნუ ძველები პრინციპში ყველა ბრუნდებიან თითქმის და საინტერესო ის არის, რომ კინგიდანაც გადმოდის ხალხი რა. ლაზარე ემზადება, ილია ბერიძემ ხა პირველი სერია აწყო, კომპრესორი, სპონსორიც ყავს და ნუ ისეა, გადატენილია, თან კარგად დაამთავრა ეს შარშანდელი კინგი მოიგო, ვინტერკაპზე მე მგონი მეორეზე დაამთავრა. ანუ ისეა რა, მოტივირებულია და სხვა ერთ-ერთი კიდე რაც მნიშვნელოვანი იქნება ეხლა და რა წინ წაწევს ამ სპორტ ჯამში. აქამდე King of Drifts რაღაცა ისე აუგად მოიხსენიებდნენ, რომ აუ ეს კინგელი მოვიდა და ისა და მოკლედ კინგი და საქართველოს ჩემპიონატი GDS-ი ვერ მეგობრობდა ერთმანეთს. ხო. რაც ნუ არასწორია, იმიტომ რომ როგორც თქვით, კინგიდან უნდა გადმოვიდეს ტიპი, ბოლოს უნდა მოვიდეს საქართველოს ჩემპიონატამდე. ხო და ეხლა ნუ რა თქმა უნდა, კინგი ჩემი განუყოფელი ნაწილია და დამეგობრდება. რა თქმა უნდა, დამეგობრდება და ლოგიკური მაექნება და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ კინგიდან ტიპი კი არ წავართვა კინგს და პირიქით კინგიდან შენ არ გამოხვიდე, პირიქით ხელი შეუწყოთ, რომ ტიპი რომ კინგს კარგად დადის და რაღაცა ცოტა მეტი ბიუჯეტი და ცოტა მეტი мотиваცია და ამბიცია აქვს, გადმოვიდეს აქეთ უკვე რა. ორი კითხვა დამებადა ახლა. დავай. რაც მე საუბრე, იქიდან გამომდინარე. პირველი, თუ ჩაატარებ ჩემპიონების ჩემპიონატს. ჩემპიონების ჩემპიონატს არ ვიცი. მინდოდა მაგის გაკეთება. შარშან რეისიქს ეგიდეა მქონდა, რომ ჩემპიონებს ევლოთ, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ სულ 7 ჩემპიონია? ანუ ტოპ 16-ზე რო შეიკრას 16 ჩემპიონი გჭირდება. ხო. იცი რა, ეს რეისიქსის პრინციპი იყო ესე, რომ ნაწილი იყო ეს უცნაური წრიულურობა და ნაწილი უნდა ყოფილიყო დრიფტი. ანუ ტოპ რო საკმარისი იყო, მით უმეტეს ჩემპიონების, მაგრამ როცა სულ 7 თუ 8 ჩემპიონი ყავს იქიდან ტოპ რო შევკრა, ნუ ფაქტიურად შეუძლებელია, ამიტომ ანუ რაღაცები არ გამოვიდა და ცოტა ხანი მაგას დავანებეთ თავი. მაგრამ არის იმის იდეა და სურვილი, რომ ამ ჩემპიონების ესე შეჯიბრად არ გამოვა ალბათ, მაგრამ პატარ-პატარა სახალისო რაღაცებში რომ შევაჯიბროთ ეს ხალხი ერთმანეთს. საინტერესო იქნება ჩემპიონების შეჯიბრი. ასევე არის იმის იდეა ყოველ შემთხვევაში, ეს ცოტა ხანიც გვინდა რომ საქართველოს ჩემპიონატი და კინგი შევაჯიბროთ ერთმანეთს. ეგეც საინტერესო იქნება. ცოტა ხანში. ჯერ არა, მაგრამ ცოტა ხანში ყველაფერი იქნება. ეგეც საინტერესო იქნება. და მაშინ ერთი ახლა შენ თავზე მაინტერესებს, რაც მოვისმინე შენი საუბრებიდან. ერთი ესეთი კითხვა გამიჩნდა. მომავალში შენ თავს აი ამ ყველაფერს მე მითუმეტეს Kings ამდენი ხანია უკვე აორგანიზებ და აკეთებ. ახლა უკვე საქართველოს ჩემპიონატიც აიღე შენ თავზე. მომავალში როგორ ხედავ ამ მომენტში შენ თავს კომბინიზონში თუ როგორც ორგანიზატორი? როგორც დავიწყე, მე მინდოდა ვაფშე არც არ მფიქრე რომ გავხდებოდი ბრბოლელი ან რაღაც ეგეთი. პროსტ ძალიან მიყვარდა მანქანები, ძალიან მიყვარდა მანქანის ტარება. ეხაც იგივენაირად მიყვარს მანქანის ტარება, აი ნებისმიერ დონაძე და აი სკოლაში ვიღაცა რომ მოდის და რუიანს რო ვაკეთებ და დონას და ვაჩვენებ, აი ზუსტად ისე მიხარია როგორც 10 წლის წინ რა. ხო და რა ვიცი, ეხლა ესე მოწმენდილცაზე რო ვთქვათ, რა თქმა უნდა კომბინიზონში მირჩევნია ყოფნა. მაგრამ ისე ვიტყვი რომ ორგანიზებაში იმედო წავედი რომ არ ტარდებოდა ესეთი შეჯიბრი როგორც მე მინდოდა. კომბინიზონში ვეგრძნობდი თავს კომფორტულად. ხო და მინდოდა გამეკეთებინა ეს, მაგრამ ამ ორგანიზებამა ძალიან გამიტაცა და ძალიან ბევრი ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ფაქტიურად აი შეჯიბს რაც მოიცავს, ყველა ფაქტიურად არა, სულ ყველაფერს ედები, აი გადაღება როგორ ხდება, ტრიბუნების აწყობა როგორ ხდება, DJ რას შვება, აი სულ ყველაფერში ერევი რა, მარტო მონაწილის მხრიდან რო უყურებ რაღაცები სხვანაირად ჩანს, ადვილია. მეორე მხრიდან რო უყურებ კიდე რაღაც სხვა საინტერესო დეტალებს ამჩნევ. ძალიან საინტერესოა და მით უმეტეს როცა აი როგორც კინგი გავაკეთეთ მე და მე ვუდგამ რაღაცა ის არის რა, შენი პროდუქტია რომელიც ნულიდან გააკეთე, წაიყვანე და ისე გიყვარდება რომ რაც არ უნდა ბევრი შრომა გჭირდებოდეს. რავი რო ხედავ რომ აი კარგი წარმატებული შეჯიბრი ხა შარშან კინგზე ყავდა 70 მონაწილე პირველ ეტაპზე. ხო, 70, წარმოიდგინე 70 ტიპი მოვიდა. სპორტული მანქანით და დადგა ის სურათი გადავიღეთ Instagram-ზე. მიდევს რომ ეს ყველა მანქანა დგას.
აი ეგეთ რაღაცას რო გააკეთებ და მე რო უყურებ, ხო, ეხლა ცოტა ამბიციურია შეიძლება, მაგრამ მე ამაყება რომ აი ამ ყველაფერს მოვუყარეთ თავი და საქართველოს შევძლებთ რომ 70 ტიპი დავაყენეთ სარდზე. და საქართველოს ჩემპიონატზე 70 კაცი იმედი ნამდვილად არ მაქვს. არარეალურია, მაგრამ ტოპ 32-ის იმედი გაქვს. ტოპ 20 ეხა წელს იქნება ტოპ 24. Double elimination. რაც ნიშნავს, რომ ტიპს ექნება ერთი სიცოცხლე, ან რომ წააგებს, ქვედაბადეში გადავარდება და მერე კიდევ თუ წააგებს წავასახში, მაგრამ რეალურად აქვს შანსი, რომ აქედან იბრძოლოს, ფინალამდე ამოვიდეს და დაჟე მოიგოს შეჯიბრი რა. ხო და მე მინდა რომ აი სეზონს რო დავიწყებთ, არ ვიცი რამდენით დავიწყებთ, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე ყოველთვის ბევრი ხალხია ხოლმე რა. ყოველთვის ეგრეა. მინდა რომ 24 კაცით რო დავამთავროთ, აი ტოპ 24 რო შეივსოს და ბაირანი არ იყოს სეზონის ბოლოს ფინალზე, ვიტყვი რომ ძალიან მაგარი საქმე გავაკეთეთ რა. წარმატებები მე მჯერა რომ გამოვა, იმიტომ რომ მე ესე შორიდან მოსვენილი მქონდა შენი იდეა და შეხედულება საქართველოს ჩემპიონატზე და ყოველთვის ვეთანხმებოდი მაგ ყველაფერს. არ გვისაუბრია მაგაზე არასდროს, მაგრამ რეალურად მეც მაგაზრზე ვიყავი, რომ საქართველოს ჩემპიონატი უნდა იყოს საქართველოსთვის ხელმისაწვდომი და ძალიან მიხარია რომ მაგ მხრივ წავიდა ეგ ყველაფერი და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გამოვა 10-ში მოკლედ მანდ ვარ რა რუსთავში ვარ უეჭველი 10-ში ეხლა მინდა რომ კითხვა დაუსვა მაყურებელს რომ მოიგონ საწვავი მართალია ეხლა ყველაფერი იგუგლება და ეს ChatGPT-ით ყველა მარტივად ნახავს მაგრამ ნუ მაინც დრიფტზე სტარტ ფინიშზე რო გასაძრომია ხო იცით ხო კი პროფესიონალი ლიდერი მანქანა აი ეგ რომელი მრბოლელის ინიციატივით მოხდა ვინ მოიგონა და ვისი შეთავაზება იყო და ვინ დაამკვიდრა ეგ ყველაფერი. აუ საინტერესოა გასწრებით. მე ვნახავ მე რომ ვუჩვით. და მე დაგვიგე და რამდენი ხანში იყო საინტერესო ეგეთი ადვილი სანახავია თუ არა. ხო, მაინტერესებს. ChatGPT-ს გითხავ, წეთ მარტივად გქონდა. დარწმუნებული ვარ რომ ვიღაცას ისეც ეცოდინება, მაგრამ აი ეგ დათოს ეცოდინება უეჭველივით. ნახოთ. რომ მოვჭებით და აი ვუნდობ. აი უეჭველი ეცოდინება. მადლობა ძალიან დიდი მოკლედ რომ იყავი ჩვენი სტუმარი. და გამოიწერეთ ჩვენი არხი, გაეცეთ გუგასთან მოკითხოს პასუხი, მოიგეთ 50 ლიტრის საწვავი და ასევე გუგას არხი გამოიწერეთ, იმიტომ რომ დრიფტერული ბაზრები ქვია, ისე შენს იმას პოდკასტს კი უყურებ ხოლმე, მაგრამ სახელს არ დაუყურებდი. დრიფტერული ბაზრები აქვს ხოლმე, ძალიან საინტერესო და თან სახალისო ვიდეოებს აკეთებს ეს წრიული ბოლოზე და რაღაცებზე და მე მაგით ძალიან ხალისობ და თქვენს დარწმუნებული ვარ რომ მოგეწონებათ. მოკლედ დღეს უკვე ეს იყო და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.